ევროპული უმაღლესი განათლება დღევანდელ ახალგაზრდობას აუცილებლად ჭირდება, ნამდვილად ჭირდება. ის კი არა სიამოვნებით რომ იყოს მოხლიერო ქალთვის მე წავიდოდი და მივიღე ევროპაში სასწავლებლად? სასწავლებლად რო იყოს ასეთი წელსგანველი, მაგრამ ახალგაზრდობას ჭირდება ეს. რა ცდილობს ოცნების მთავრობა ამით? რა არის მისი რეალური განზრახვა თქვენ დაგვირგვებით? ოცნების მთავრობაზე რა გითხრათ, ძალიან უკმაყოფილოა საზოგადოება და განსაკუთრებით პენსიონერები. საერთოდ ეს მთავრობა კანონიერია, ლეგიტიმურია, არ არის. იმიტომ რომ გაყალიბდა 2024 წლის არჩევნები გაყალიბდა ძალიან დიდ დონეზე და ამდენად ეს მთავრობა იქ ცოტა შერწყენილია და არც აქვს უფლება აუქმოს ახლა რაიმე და მაგრამ განათლების რეფორმა წამოიწყო ახლა მოცნების არალეგიტიმურმა მთავრობამ, ანტიკონსტიტუციურმა ხელისუფლებამ. რატომ დასჭირდა მას ამ ნაბიჯის გადადგმა თქვენი აზრით? აღიზიანებს საზოგადოებას. ოცნების მთავრობის ქმედებები იქ ევროკავშირთან, იმასთან, ამერიკასთან, სხვაგან რომ გამოირიცხა თავისი თავი, ეს საზოგადოებაში ცუდად ლაპარაკობს.